ძირფასო ტელემაყურებლებო ბრუნდებით რეკლამიდან მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი არაჩვეულებრივი მსახიობი ბატონი ზალ ჩიქობა რეჟისორი. ისკვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ისკვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. მე პირველი რაც მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადო რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად. ასევე მადლობა თქვენ და პირველ რიგში ალბათ TV პირველს მივესალმები, იმიტომ რომ აქ ავარ და ჩემი მშობლიური და შუადღე ლაივი რომელთან ერთადაც დავიბადე როგორც ტელეწამყვანი. როგორც ტელეწამყვანი, ამაზე ვისაუბრეთ. ბევრ სფეროში იმუშავია და ერთ-ერთი სფერო არის, ხო, ერთ-ერთი სფერო არის ტელევიზიაც და ამიტომ ხო მაგაზეც ვისაუბრებ. მანამდე წისქვილის თეატრზე ვთქვათ ეს საინტერესო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეატრია. იმიტომ რომ რაღაცა ესეთი აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციაა, ხო? ეს მაყურებელმა რო იცოდეს, ხო? კი, ნამდვილად განსხვავებული კონცეფცია მთლიანად ითვალისწინებს იმას, რომ წარმოდგენა იმართება ვახშმით. ხო. და აქედან გამომდინარე და ნუ ხო თავისთავად ვახშამთან ყველანაირ წარმოდგენას ვერ გამართავ, ეს უნდა იყოს აუცილებლად კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური სპექტაკლი, აქედან გამომდინარე ჟანრიც ეს არის ჩვენი განსაზღვრების და თან რაღაცნაირად გონია რომ ძალიან თავიდან კი არ ვიცოდი ესე თუ მიიღებ და ზოგადად ხო, მაინც არის მაყურებელი და ზოგადად თუ ხო, ნუ ეხლა თან ბელიაშვილზე, თეატრი, იქ სადაც ყველა მიდის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩაზე საკეიფოდ და დროს გასატარებლად, მაგრამ ეს კონცეფცია, როდესაც დამიძახეს წისქვილი ჯგუფიდან და მივედი და ვნახე რომ რაღაცნაირად შენობა არის, რომელშიც ძალიან დიდი სცენაა და შესაძლებელია რაღაც მე ვიფიქრეთ და მივედით ამ კონცეფციამდე და ნუ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა წისქვილი ჯგუფს, რომელიც ამ კონცეფციას კი და დღემდე ჩვენ ერთად რაღაცნაირად ვახერხებთ იმას, რომ ბევრი საინტერესო და ახალი შოუები წარვადგინოთ, ახალი დადგმები გახორციელდეს და რასაც ვიყურებ არ ჩერდებით. ანუ დაიწყო ესე იგი მე მგონი ჩიკაგოთი დაიწყეთ, ხო? არა, მამამიათი დავიწყეთ, ჩიკაგო. ხო, უბრალოდ იქ იყო რამოდენიმე მანამდეც ჯერ The Show, სადაც სამი სხვადასხვანაირი განყოფილება იყო, მაგრამ ეს არ იყო წარმოდგენა, უფრო საკონცერტო ვერსიები იყო და შემდეგ პირველი იყო მამამია, მერე უკვე ჩიკაგო, შემდეგ ვერისუფლის მელოდიები და ეხლა არის ჭირვეულის მორჯულება ანუ ფელიჩიტა. ესე იგი პრემიერა გქონდათ უკვე. კი, ჭირვეულის მორჯულება. დღესაც არის პრემიერა, უკვე მე 3 დღე. ყოველ დღე გაქვთ პრემიერა. 3 დღე არის და ნუ მე იქითაც აი ბილეთების ყიდვა როგორ ხდება? ანუ ბილეთების ყიდვა, მე ზოგადად ბილეთების ყიდვის ისა მაქვს შიში. იცი რატომ მაქვს შიში, რომ ანუ იმ საიტებზე სადაც იყიდება შესვლას მე ვფიქრობ ხოლმე რომ ხანდახან აზრი არ აქვს. იმიტომ რომ სულ გაყიდულია ეს. ანუ ეს უნდა დაელოდო რომ დაწკაპულო უცებ რომ აი ანუ ხამები ესე დაუჯდე. კი, და ეს ძალიან მაგარია ზოგადად რომ ყველა და ყველაფერი და არის ისეთი პროდუქციები რომელიც მართლა იყიდება და მუშაობს. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი საიტი გვაქვს პარალელურად იმისა რომ ამ საიტებზეც ვართ სადაც ბილეთები იყიდება, მაგრამ გვაქვს ჩვენი საიტი Theater. Oh, this theater. თეატრი, ესე არის ჩვენი საიტი და იქვე შედიხარ და იქვე ყიდულობ ჩვენი წარმოდგენის ბილეთებს. რადგანაც ეს კონცეფცია, იმიტომ გითხარი, ამ საქართველოში რამდენად მოერგო ქართველების ხო ბევრი სუფრის ის გვაქვს რიტუალები, ხო ჩვენი ტრადიციები გვაქვს, რაღაცეები გვაქვს, სუფრასთან როჯდებით. კი, ოღონდ ეს გონია რომ იცი რა არის, მაინც გონია, ანუ რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა ცოტა საბჭოთა პერიოდში გამჯდა. არ არის ეს ტრადიციები, ეს არის რაღაცა ცოტა გადმოღებული, რაღაცა ცოტა დამახინჯებულიც და ასე შემდეგ. ჩვენ ხო რაღაცა ცოტა თავიდან შეიძლება რადგან თეატრში ხარ, მაინც ცოტა მოკრძალებულად იყო, მაგრამ ეს სასმელი მაინც თავისას შვება, მიხვდი ადამიანში. ანუ სასმელს, ან მე რასაც დაკვირვებული ვარ, სასმელს რო ადამიანები დიდი რაოდენობით იღებენ, ყველა ერთმანეთს ვერ მსგავს.
არა მნიშვნელობა მან აბსოლუტურად არა მაგას მნიშვნელობა მან აბსოლუტურად მართალი მე დაკვირვება მაგის შესწავლილი მყავს ნამდვილად ეს რო აი მაგალითად სოლიდურ ხორცილში რო ხარ ნამყოლი ხარ და ბოლოს რო ყველა ერთგვარია ოფიციალური ასეთი ჰალსტუხებით რაღაცა და დაახლოებით 2 საათ ნახევარი სჭირდება რომ ეს ჰალსტუხები სად არის გაქნეული ეს ვინ თამადა, ვინ მომღერალი, ვინ მოცეკვავე, ვინ სიძე და ვინ პატარძა. ვინ შადის კაცმა არის. მიხდი და აქ რამდენად თავშეკავება აქვს ქართულ მაყურებელს. აი მაგალითად რომ სენის გაჩერება რომ მოითხოვოს სადღეგრძელო უნდა თქვა ეხლა და ცოტა ხანი გაჩერდი. ხო არის ეგ? კი. ნამდვილად მინახავს რომ აი ქორწილში ცეკვა გაუჩერებიათ მე ეხლა სადღეგრძელო თქვა. არა არა გამორჩა ქართველები მოგირჩა აი რა ვიცი ხო ნუ ჭირვეული იმიტომ დავდგით ჭირვეულის მორჯულებს რაღაცნაირად ხო მოვარჯულეთ ქართველები მოვარჯულეთ და ალბათ მათაც მადლობა ვინც მოდიან და ვინც უკვე და ძალიან ბევრი უკვე ყავს ისეთი მაყურებელი რომელიც ერთხელ არა ორჯერ სამჯერ და ყველა სპექტაკლს და ასე შემდეგ და ყველა პრემიერას ესწრება აქედან და მინდა გითხრა რომ დანარჩენი ივენთებიც რომელიც ტარდება ჩვენთან რა. ხო. დამატებით ნუ იქ არის ქორწილიც არის, დაბადების დღეც არის, კორპორაციულიც არის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. იქაც კი ცოტა სხვა. ეთყობა ეს მაინც აბრევიატურა, თეატრი, მაინც სხვა რაღაცას აკეთებს. ხო, ნუ მე გნახეთ შუადღე-ლაივში გიყურეთ. ხო, იქაც კარგად გავერთეთ. უცებ გამახსენდი რომ აი ამ გადაცემის წამყვანი იყავი ერთ დროს. ო, კი, იყო ნამდვილად ამ გადაცემასთან ერთად დავიბადე როგორც წამყვანი და ანუ ეხლა შენ ეხლა მსახიობობიდან წამყვანობა ანუ რა არის რა განსხვავება რა მხოლოდ სირთულეა წამყვანობა შენთვის ახლა ის ესა სხვა სფერო არ არის ეს აქ კიდე სხვანაირი მდგომარეობა სხვა ატმოსფეროში ხარ აი თან ძალიან თავისუფალი ხარ მაგრამ ხო ისიც არის რომ გადაცემა კამერა სტუმარია ასე შემდეგ აი ყველაზე რთული რაც იყო ჩემთვის რა ჩემი უბედურება რაც არის რომ სახელებს ვერ მიმახსოვრებ ანუ გიჭირს სახელი აი სახელის დამახსოვრება მიჭირს ნუ მე რა მქვია ვანო კი ახსენე მანამდე მაგრამ იქნება წერია უკან და იქ გადაცემაში ხო ესე არ არის იქ გიდევს რაღაცა ფურცელი ხო ეს გიდევს ფურცელი და ნუ გიწერია შემოვა ეხლა დაუშვათ ვიღაცა არ ვიცი ქალბატონი ქეთევან რაღაცა გვარი ხო თუ რაღაცა პედიატრი ქალბატონო ნინო კრები გავიწნე ჩავიხედე რომ ქეთევან ქალბატონო ნინო ნუ ეს სტუმარს ბარნოვი იყო გვარა და სულ ვასილი ვეძახე მთელი გადაცემა ვასილ ბარნოვი ივანაც აი რა ეკნა ბოლოს მითხრა რომ სალიკო კაი წინაპარი იყო ჩემი უნდა შევეხო თეატრს რუსთაველის თეატრს ზოგადად მსახიობი რამდენი წლიდან ხარ მსახიობი აი ეს ამ კითხვას დაგისვამ მოდი ესე ვთქვათ მე ვიცი რომ ძალიან პატარა ასაკიდან ხარ 6 წლიდან 6 წლიდან სცენაზე ვდგავარ და ეს არის მარჯანიშვილის თეატრი, სადაც ფეხი ავიდგი, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ დედა ამ თეატრში იყო ზანდა იოსელიანი და კულისებში ვიზრდებოდით მე, ბაჩულა მეღვინეთ უხუცესი, სანდრო შენგელაია და ასე შემდეგ. ყველა შვილები ზურაბერიკა, მანანა და ასე შემდეგ კულისებში ვიზრდებოდით და აი რა უნდა გითხოთ, იცი მაგალითად იმ დროინდელი ხა ეს დიდი მსახიობებიდან, ხო? რომ ბევრთან გეკნებოდათ ხო? აი საიდან დავიწყო? ალბათ ვახსენებდი ვერიკო ანჯაფარიძეს. ვასო გოძიაშვილს, რომელსაც აი სულ დავსდევდი კუჩში და სადაც წავიდოდა ყველგან და ნუ ის უფუზღუნებდა რომ აღარ შემიძლია დამანებეთ, დავიფეხები, აღარ მემორჩილება, აღარ გავასწრებ. და ვერიკო არის სპექტაკლი შთამომავლობა, სადაც ნუ ვერიკო გიბერიკაშვილი ნოდარ მგალობის თამარ სხირტლაძე, გიგა ლორთქიფანიძე დგავს და ამ სპექტაკლში დამიძახეს მეც რაღაცა პატარა ეპიზოდში უნდა გამოვიდე, პატარა წინაპრების ამბავში ვითვლები და ჩოხაში გამოპრანჭული ბავშვი შემოდის, ჯდება იქ ცოცხალ სურათებში.
დავინახე რომ ერიკო ზის კულისებში 24 საათი თავის სავარძელი უდგას. აი ხო იქვე იყო 3 მეტრში მისი საგრიმიორო ოთახი, მაგრამ არ გადიოდა. აი აი 11 საათზე შევიდოდა რეპეტიციას დაждდებოდა, სანამ რეპეტიცია არ მთავრდებოდა, იქიდან არ გადიოდა. ანუ იმ სკამზე იმ სავარძელში იჯდა. ნუ სცენაზე შევიდა, გამოვიდა, დაждდა. მე წავედი პატარა ტაბურეტკა დავიდგე იქვე რომ ამას უნდა უყურო, ხო? მიუჯექი გვერდზე. იქ გამომხედა ცოტა ამაზე რა. არავინ არ უჯდებოდა გვერდი. არა. და ნუ ერთი ისიც არის რომ სცენაზეა და უცებ დააგდოს როლი და გიგას უთხრა გადამეკიდე ჯანდაბა გინდათ ვეღარ ვიმახსოვრებ ამ ტექსტს და წავედი მე აღარ შემიძლიაო. და ვიფიქრე ახლა გაიქცევა ვერიკო თეატრიდან. გამოვიდა დაждდა ისევ სავარძელში. ისევ იქდაზე და მე აქედან პატარა რატო ნერვიულობთ? კარგად თამაშობთ ამ როლს. ეს ბავშვი მომაშორეთ აქედან. გაცეცხლებული გადაივია. კაია. მაგრამ იყავი შენ ესე იგი რუსთაველის თეატრის მმართველი. ხო. ეს იყო 2007-2013 წლები. რუსთაველის თეატრის მმართველი, ახლა ეს ვიცი როგორი ის არის, რომ მაგ პერიოდში, რა ვიცი, იყო ძალიან დიდი მსახიობები ხა. ბოლო ხო, თავისთავად კი, ბატონი რამაზი უკვე თეატრში არ არის, თუმცა ურთიერთობა გვაქვს რამდენიმე კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე. ბატონი გია ყანჩელი, გოგი მესხიშვილი, მირიან შველიძე, თემო ნინუა, ეს ვეძახი და ლილი ფოფხაძე და ნუ თელი ის ვინც ქმნიდა რუსთავ ბატონი რობერტ სტურუა თავისთავად და ეს ვინც ქმნიდა რუსთაველის თეატრს ამ პერიოდის კახისთან ურთიერთობა როგორ გაიხსენ კახისთან მე ჩვენი ურთიერთობა ქონდა კახისთან ხა მე მაგალითად გვეშველება რამე კახის საფირო ეს არის მოფიქრებული ბატონ კახი კავსაძის სახლში მე ჩემი პროდიუსერი ოთო ლომთაძე იყო და ბატონ კახი ნუ ერთად დავდგით ეს სცენა რა ერთად მოვიფიქრეთ დავჯგით ვიმჟელეთ ის უნდა ამდგარიყო და დარჩა ფრაზა და დარჩა და დღემდე არ არსებობს დღე გავიდეს რომ მანქანი და ვიღაცამ არ გამომძახოს რომ ბატონ გვეშველება რამე კი ბატონო კი ნამდვილად საუკუნის ფრაზაა მართლა და კახისთან ბატონი კახი ნუ დედაჩემ და კახი ჯგუფელები და ნუ აქედან გამომდინარე და ნუ ხა ირაკლი ნანუკა კასაგები ეს ურთიერთობა ყველაფერი და ნუ ამის გამო ეხლა ძალიან ეს იყო ჩემთანაც რა მამაშვილური ასე ვთქვათ. რაღაცა მომენტი არის და თანაშემწე არ მყავდა თეატრში, ანუ როგორც დირექტორის თანაშემწე თუ ასე შემდეგ და ვიღაცა გოგონა მივიღე და ახი რომ შემოდის ჩემთან კაბინეტში, იწყება იქიდან. გოგო ახალი მოსულია. რამდენი კახი შემოვა და გაახეთს კაცი შემოვარდება და რა ხდება? არა და გელაპარაკება შეულებია კახი. არა კაცო ის უბრალოდ ჰატებასიდა და იაჩი ეგონათ რომ ზალიკო ცემა მოკლა დაახჩო დივანი შემორდის რა იძახებს ასტაფოს პოლიციას იძახებს გონია რომ კახი უნდა დამახტოს კახი შემოსულ თეატრში როგორც ეგრევე ის მიოდა მისი ხმა კიდე ჩემი ასე შემდეგ გურამ საღარაძე რომელიც სარაკე ბატონო ზალს ბატონო გურამ რა ბატონო ზალ ჩემი დირექტორი ბრძანდები ამიტომ ბატონი ბრძანდები ასუროლში იყვნენ რა აი აბსოლუტურად ჯემალ ღაღანიძე სპექტაკლში ნუ თან ხო თამაშობდი რუსთაველის თეატრში და სპექტაკლი იდგმევა გონზაგოს კვლელობა და ნუ ჯემალი თამაშობს მე და მურმანჯინორია მარინა კახიანი რეპეტიცია მიდის და ნუ ბოლო მიზანსცენა არის რომ იმაზე მკიდებენ რა იმაზე ჩამოსახრჩობათ და სტანგეტით ზევით ავდივარ და იქ ვკიდივარ თუ რაღაცა რა წავიდა დენი და გარჩიზე მო და ზევიდა აშვებით მე რა ვქნ თან დენზეა ეს არ არის ხელის მართვის ამბავი და რა აშვებით მე გაკიბე მოიტანეთ რაღაცა და ჯემა ღაღანიძეს ის კითხეთ ერთი მაგას უწყისებზე თუ აქ ხელი მოწერილი იყოს მანდ თუ არა ჩამეიყვანეთ ხელფასების არ დაგვიანდეს აი ტრისტანი ტრისტანი არაჩვეულებრივი ადამიანი კარგი არტისტი
ნუ არ ტრისტანი ხო აი არ არსებობდა ტრისტანის გვერდზე, ნუ რაღაცა სულ რაღაცას იტყოდა ისეც რომ მაგრამ ნუ აი გასტროლზე გავიდოდით თუ არა და იწყებოდა იქ უბედურება. რა მოეწონებოდა მეტლა. ოხ ეს მომცა ეხლა ახალდაბაში. ახალდაბელი. კედელი მოეწონებოდა. ოხ ესე შემაღებინა ახალდაბის კედელი. ყველაფერი ახალდაბაში მიქონდა. ახალდაბა ძალიან უყვარდა. ძალიან და უყვარდა ახალდაბაზე ისტორიებს შეეცა. ხან ტრაქტორისტზე და ხან ვისზე და ხან. ხო, ნუ აი ხა იქ ხო რაღაცა. არ ვიცი რა ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც ამ ადამიანების გვერდში გამოივლი და ეს არის ის, სადაც სწავლობ, სადაც ხვდები, სადაც იზრდები, სადაც ყალიბდები. ხო. იცი რა უნდა გითხოთ, ახლა მე თქვენი სპექტაკლი მეფისტოფელი მაქნანახი, ძალიან მაგარი სპექტაკლია. რომელიც თეატრში, ხო, ძალიან უცნაური ისა გაქვთ, ჩაცმულობა მაგ, ხო? კი, ნუ მეფისტოფელს თამაშობ ახლა და ხან შიშველი ვარ, ხან ჩაცმული ვარ, ხან ისეთი ვარ, ხან ასეთი ვარ. ანუ ქებიც და ასე შემდეგ მადგას თუ რაღაცა და კი ვკითხე. ხო. იმას რა ქვია, ოჯახის მამაოს კი ვკითხე ერთხელ. მიწევს მეთქი ახლა მეფისტოფელის თამაშია. რაც გინდა ითამაშე სული არ მიყიდო შვილო ჩემი რაც გინდა აკეთე. კაი. სპეnieris დღე არის რა. და ნუ მეფისტოფელი უნდა ვითამაშო, ფრჩხილები გავიზარდე, რაღაცათ გაზრდილი ყველაფერი. ეს და მემზადები პრემიერაზე უნდა მივიდე და ნუ მაშინ ეს დრო არის რა, რომ რაღაცა თუ შენ თვითონ არ მოიწესრიგე შენი თავი და რაღაცა არ შეავსე ან კოსტიუმში ან გრიმში ან რაღაცა არ არის ისე რა. კი, ხო და შენი ტყიდულობ ყველაფერი. ნუ მოკლედ ფრჩხილები ხო გავიზარდე და ეხლა წამოსვლისას ჩემმა მეუღლემ გამიკეთა ეს რაღაცა დამიწვრილა ფრანცუსკის რო ეძახია ხო იცი და ჩავიცვ ხელთათმანები ხე ესე ხო არ გავივლი ქუჩაში თმაზე ქუდი מחურავს მიჭირავს ჩემი გრიმის საკოიაჟი რომელშიც იმიტომ რომ კოლგოტი უნდა მეცვა შიგნით ანუ საცურაო ასე ვთქვათ ბიკინი თუ რაღაცა რომელიც არის შაბიაბნის ფერი რატომღაც ნუ აი და კაცის არის მაგრამ ნუ ახლა ესეთებს არ ვიცოთ ჩვენ და იასამლის ფერი არ ჩავიცვალ ერლამუტრი თუ რაღაცა მაშინ ერთია ცენტრი არის ეს არის უნივერმაგი რუსთაველზე ხო რომელშიც ნატურები კიდია და ბევრი ქალები დგანან პირველ სართულზე და ყველაფერი იქ იყიდება. ნუ რომ მივედი ჯერ ხო ვერ დავიმახსოვრე ეს თურმე აზდენიანი ახლა ვიცი რა. ნუ მაშინ ვოლტიან კალგოტკებს ვეძებ და ვერ გაიგეს რას ვეძებ. უიო აზდენიანი დომებია ამბიც მაყვალა აზდენიანი კოლგოტკი და ამბიც მოეცი ერთი მოეცი ხო და ლამარა ფისუნია პუდრა შენ ქონდა მე მგონი და მოგვეცი აქ და ამბიც უნდა და ეხლა მომაწოდეს ეს ყველაფერი და მე უკვე დაძაბული ვარ ფული უნდა გადავიხადო და საკოიაში მიდევს საფულე ხელთათმანი უნდა გავიხსნა რომ ამოვიღო ფრჩხილები ლაკი კოლგოტკე ყველაფერი აი როგორ გამოვარდი იცი იქვე ტაქსი გავაჩერე და ბოლო 2 ლარი გადავიხადე რომ სამეფოში ხო იქიდე ჩანთა გავხსენი და ეს სტრინგები ამოვარდა და ვინი ყავი ამბის. დანე რომელი წლებია ახლა? მაშინ არ იყო ახლა ეს ჭრელი ჩაცმული ყველა შავებში დავდივართ და რადგან ძველი დრო და 90-იანები ხო მანანა კაზაკოვაც ყავდა ამასი და სულ სამხოლმე ესეთ კითხვებს სახიობებს რომ აი თქვენი პირველი ჰონორარი რამდენი იყო? აი რამდენს იღებდით ჰონორარს რა ანუ მაინც აი შენ რამდენი გაღებული? მანანაც იგივე იქნებოდა ჯგუფელები ვართ ერთი პაკალენია ვარ. ჩემი 92 წელს მარჯანიშვილის თეატრში რო დავბრუნდი. ხო. იმიტომ რომ 21 თეთრი მქონდა გამოსვლაში. ერთ გამოსვლაში. ერთ სპექტაკლში. ერთ 2 საათიან სპექტაკლში. დიახ. და ნუ 2 საათი თამაშობდი. დიახ. და 21. 21. მანანამ თქო 20 ვიღებდიო. აი ეს ერთი თეთრი საიდან და აიმე. კარგა იგოს. კარგა იგოს. რო ერთი თეთრით მეტი მქონდა. და ნუ თვის ბოლოს გიწევდა რა 3 და 70, 3 და 37 თუ რაღაცა ოღონდ.
3 ზევით რაც ხდებოდა მოლარისთვის უნდა დაგეტოვებინა ხურდა აუცილებელი ანუ ესე იგი ერთი სპექტაკლის ფულს უტოვებდი მოლარეს 25 25 მოლარეს და მეტი ცოტა და 4 თეთრით მეტი როგორ არსებობდა მაინც აი ვერ ავხვდები ნუ არ ვიცი მართლა არ ვიცი ნუ ახალგაზრდები ვიყავით ენთუზიაზმი გქონდა და ნუ თან ფილმების გახმოვანება რომელმაც ცოტა გასმულდგმულა იმიტომ რომ რაღაცა მაინც იყო ასე თუ ისე რა საინტერესო ფაქტია თუ ვინმეს გახსოვთ დიდების ზღაპარი გახსოვთ პირველი თოჯინების პოლიტიკური თოჯინების ესეთი სერიალები პირველ არხზე მან დახმოვანებდი ვის ნათაძე ნოდარ ნათაძეს ვახმოვანებდი და მეორე პერსონაჟი იყო რჩეულიშვილი ესე იგი რადიკალურად გასწავლებული ესე იგი რამდენი ხო აი ესეთი რაღაცა მაინც ასე თუ ისე რაღაცას აკეთებდა მაგრამ ერთი მახსოვს პირველ არხზე ფილმში და მიძახეს გადაღებაზე ქალბატონ ანა კალანდაძეზე იყო ფილმი და ნუ მე მითხრეს რომ ჰონორარიც უნდა აიღო და ნუ ძალიან გამიკვირდა საერთოდ რომ ჰონორარი უნდა ავიღო ეხა პირველმა არხმა დამიძახა ფილმში გადამიღო და კიდე ფულს მიიღწიან თუ რა მივედი სალაროში და სახელი ზალი გვარი ჩიკობაო მოვაწერეთ ხელი ბიჭო თulis რაღაცა ფულს თulis ბევრ ფულს თulis და ქალბატონო მეთქი ზალი ვარ ჩიკობაო რას მაწვდით შენია მერეს და წაიღე ხო და როზე მომშორდი აქ და მეუბნებას 367 ლარი. აუ რო გამოვედი პირველი არხიდან მეგონა რომ ავშენდი ავაწყე ცხოვრება. რა ვიყიდო ეხლა მანქანა თუ სახლი თუ რა გავაკეთო. აუჩი. რადგანაც მაგაზე საუბრობთ ხო თეატრზე. აი იყო პერიოდი რომ სიტყვაზე თეატრში ხალხი როგორ არის სამეფობლის თეატრი ახსენეთ და ახლა მართლა იქ ერთად მოვდივართ და ერთად დავიბადეთ სამეფობლის თეატრთან ერთად და ერთ-ერთი პირველი სპექტაკლია დათო საყვარელიძის სახლი საზღვარზე და სცენაზეც და პარტერშიც თამაშდებოდა ერთდროულად და ნუ პარტერში იყო მაგი და გაშლილი და ოჯახი დილა იწყებოდა რომ ოჯახის საუზმეა თუ რაღაცა და ბაბუა ლევანთაძე, მამა ნიკუშა თავაძე, ჟავანაძე და ბავშვებიც უსხედან და იდილიური ხო დარბაზში და ანუ ამ დროს შემოვდივართ ისინი დიპლომატები რომლებმაც ეს სახლი უნდა გაუჭრათ შუაზე და ნუ ეს ონისეონიანი მე ნაკაშიძე და იწყება ამის სპექტაკლი რომ ოჯახის მამა ამბობს რომ ბედნიერები ვართ არაფერი არ გვაკლია საჭმელი გვაქვს სასმელი გვაქვს არაფერი არ გვაკლია და უცებ ლევანთაძე მაყურებელი დაფაში ზის ჩემი ძოლი იმისა დამლაგებელი თუ რაღაცა 4 კაცი და მაყურებელი გვაკლია რა გვაკლია და მაყურებელი და თქვა პირდაპირ აი პირდაპირ მაყურებელია და აი იქ ყველა გავფუჭდა ყველა გაიქცა სცენიდან ხო ყველა იცი რა უნდა კითხოთ აი გასტროლი რომელიც ყველაზე უცნაურად გახსენდება რა ესეთ გასტროლებზე ხო ბევრი კურიოზებია ხოლმე და ნუ საინტერესოა თავისთავად და კიდე რაღაცნაირი პროცესია ხო იცი გასტროლი და სხვა ქვეყანაში ჩასვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ერთი მახსენდება რუსთაველის თეატრის გასტროლები გვაქვს დიდი ბაქოში 4 სპექტაკლი მიგვაქვს მე წინასწარ ჩავედი დაგეგმარება ის ეს და ღამე ვიცი რომ მატარებლით უკვე დასი მოდის გზაშია ასე შემდეგ უცებ ღამის 2 საათია მირეკავ საზღვარზე ვართ ზალიკო და ნუ მაშინ უკვე ჩვენი საზღვრები მოწესრიგებული და ყველანაირად გამართული და საბაჟო გაკეთებული და ასე შემდეგ და საზღვარზე ვართო და ჟანრის პასპორტსო აღმოჩნდაო რომ ვადა გასულიო აუ რა უნდა ქნა ღამის 2 საათი ნუ ჩვენი საზღვარია და ეხლა რას იზახო ურეკავ ნიკარურუას მინისტრი არის მაშინ კულტურის მინისტრი არის მაშინ და მაგარი ადამიანი ზოგადად და ურეკავ ნიკას და ვეუბნები რომ ნიკა მეთქი რაღაცა უნდა მიშველოთ თქო რა ესე ჟანრისა
ნუ აქ აწყდა ერთი ამბავი ნიკამ და გადარეკა მეგონი პრეზიდენტი გააღვიძეს და საბაჟოს უფროსი და ყველა და ნუ აწყდა დიდი ამბავი დაურეკეს მერე ბაქოში ჩვენ ელჩს რო ეხლა ჟანრის საზღვარი გამოუშვებს მაგრამ ერთ საათში პასპორტი დაუმზადე რომ მერე საზღვარზე ანუ კონტროლია ქვეყნის და მაგრამ კაი საქართველოსთან გამოუშვებენ ხა აზერბაიჯანმა ხოლმე შემოუშვოს უპასპორტო ადამიანს როგორ შემოუშვოს ფიქრობდა ნუ უნდა გადავდგა კიდე ერთი ნაბიჯი და დაურეკო აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს. რომ შემოუშვა საზღვარზე და ნუ ახლა ხამის 2 საათზე როგორ დასარეკია კი ვიცნობ და ვეურთიერთები, მაგრამ ნუ მაინც მინისტრია კაცო აზერბაიჯანის კულტურის. ურეკავ. ნუ извините მე ვთხარი. გაწუხებთ ქართულად მოყვები. გაწუხებთ ამ შუაღამისას, მაგრამ პრობლემა გვაქვს საზღვარზე ჩვენ ერთ-ერთ მსახიობს პასპორტი არ აქვს. Какая проблема? $50 есть? Фурмили გამივარდა ხელიდან. მთელი საქართველოს ფეხზე დგას. ჟანრი ლოლაშვილი საზღვარზე საქართველოსთან გამოატარონ. $50 есть? ესე გადავრჩი მაგ გასტროლს. ესე ძალიან დიდი მადლობა ზალიკო რომ მოხვედი. მადლობა თქვენ. სტუმრად. წარმატებები მინდა გისურვოთ, წარმატებები მინდა უსურვოთ თქვენს თეატრს. უღრმესი მადლობა ძვირფას ტელემაყურებლებს, ჩვენი გასცემის სტუმარი იყო ზაალ შიქობავა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinex-ი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.